ესეც იმავე საქართველოს რომ რაღაც აქტივოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო, ან საქართველოს შეცდომა გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, NGO-ები და ოპოზიცია შეიძლება. ხო, ერთ წუთი, იტყუებთ ახლა. აბა ჩვენი პოზიცია გვიხარით ამ კანონთან დაკავშირებით. თქვენ ხო გვიწოდებთ, რომ ჩვენ ოპოზიციამ და მიგვაწევთ ყველა დანარჩენს ქონდა შეფასება, რომ ეს ხო ანტიდემოკრატიული. აბა გამახსენეთ რა იყო ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თუ გახსოვთ. ხო, მაშინ იტყუებთ ეგეთ ფორმულებს როსვოთ კითხოს. იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია იყო ესეთი, რომ სამართლიანობა და ის რომ ნიღბები არ უნდა იყოს არც ერთ მხარეს, არც ერთ მხარეს ხაზგასმით, ორივე მხარეს, პოლიციელების მხარეს და მომიტიგეების მხარეს, განსაკუთრებით რა თქმა უნდა კანონდარღვევის ესე ვთქვათ, შესანიღბად, მოდი ესე ვთქვათ. არც ერთ მხარეს კანონდარღვევის შესანიღბად ნიღაბი არ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენი პოზიცია იყო ესეთი და ესეთად რჩება. ჩვენ არ გვითხოვს არასდროს განსხვავებული ამ პოზიციიდან ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ორივე მხარეს უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტი დაცული და კანონის დარღვევისათვის, ძალადობისათვის მათ შორის და პოლიციელების მხრიდან ძალადობისათვის და ამ ძალადობის შესანიღბად ნიღაბი გამოყენებული არ უნდა იყოს. ან მეორეს მხრივ ნიღბის პარალელურად უნდა არსებობდეს დანომრილი პოლიციელები, რომ მოხდეს და არსებობდეს მათი იდენტიფიცირების საშუალება. ეს იყო ჩვენი პოზიცია მაშინ და ეს არის ჩვენი პოზიცია ეხლა და ამიტომ კითხვის ფორმულირებას როცა ჩამოვაყალიბებთ, გაითვალისწინეთ ჩვენი პოზიციები და ნუ ვცდილობთ რომ რაღაცები დაგვაბრალოთ. ჩვენ თუ ვადარებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, უნდა შევადაროთ მაგალითად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხითაც. აი, როდესაც ეს გადაწყვეტილება ტრამპმა გააცხადა და გაასაჯაროვა, იმ ესე ვთქვათ, გუბერნატორი იმ ქალაქის, რაზეც იყო საუბარი, ადგა სასამართლოში უჩივლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციას. თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში მსგავსი განვითარება მოვლენების, რომ ყაველაშვილმა, ჩვენ შემთხვევაში კობახიძემ, რომლის მთლიანი პასუხისმგებლობაც არის ეს, მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება და ადგეს და რომელიმე გუბერნატორმა ამის საწინააღმდეგოდ სასამართლოში თავის პოზიცია დააფიქსიროს და სასამართლომ იმსჯელოს ამ საკითხზე და გამოიტანოს გუბერნატორის სასარგებლო პოზიცია. წარმოგიდგენიათ, აი ამიტომ არის ტყუილი, როდესაც თქვენ კონტექსტუალურად საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადგმულ თუნდაც მსგავს ნაბიჯებს ერთნაირად და ერთმანეთის შესადარად იყენებთ. ეს არის არასწორი. ეს მიუთითებს ან манипуляციურ მცდელობაზე ხალხის მოტყუების, ან უბრალოდ ნაკლებ კომპეტენტურობას. ესეთი პრაქტიკა დონალდ ტრამპის გამოგონილი ან კობახიძის გამოგონილი კი არ არის. ესეთი პრაქტიკა არსებობს. თავის დროზე არსებობდა და ბევრ ქვეყანაში არის ესეთი პრაქტიკა, მაგრამ ამის საპირწონე რა არის, იცით? ამის საპირწონე არის ის, რომ მეორე მხარეს პოლიციელის ესე ვთქვათ, იდენტიფიცირების პრობლემაც არ არსებობს. და იქ არის დანომრილი. თქვენ არ გახსოვთ, აი პერსონალურად თქვენ აშუქებდით ამ ბოლო პერიოდის აქციების მოვლენებს. არ გახსოვთ პოლიციელების მხრიდან ძალის გადაბეტება, შემიძლია კადრები გაჩვენოთ, სადაც ერთი წუთი დავასრულებ, მე მახსოვს მე რა გნებავთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რო ხდება რა ამერე. იქ სასამართლო არსებობს და პასუხისმგებლობას აკისრებენ. თქვენ დამისახელეთ ერთი პოლიციელი, ერთი ნიღბიანი პოლიციელი, მაინც, რომელიც აი ამ ბოლო აქციების დროს ავლენდა ძალადობას, კანონს გადადიოდა, სახეში ადამიანებს ფეხს და წიხლს უტყამდა, ჟურნალისტებს კისერს უგრეხდა და პასუხისმგებლობა დაეკისრა. დამისახელეთ აი თქვენ კონკრეტულად ერთი რომელიმე პოლიციელი. ვერ დამისახელებთ. აი ეს არის განსხვავება და რომ ადარებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ან რომელიმე სხვა დემოკრატიულ ქვეყანას საქართველოს, აი ეს კონტექსტი უნდა გაითვალისწინოთ.